ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა ორი მეგობარი, მეცხვარე და სოვდაგარი. მეცხვარე ცხოვრობდა სოფელში და ყავდა აუარებელი ცხვარი. სოვდაგარი კი ცხოვრობდა ქალაქში და ჰქონდა აუარებელი სიმდიდრე. ერთი მეორესთან შეხვედრის დროს მეგობრობისათვის პატივისცემაში ვის და ერთს რო აღარ იცოდნენ. მხოლოდ ერთ რამეში ვერ შეთანხმებულიყვნენ. იყო თუ არა ქვეყანაზე ისეთი კაცი, რომელსაც ტყუილი არ ეთქვა. ერთხელ ერთმანეთს რომ შეხვდნენ, პურისჭამის დროს ასეთი ლაპარაკი ჩამოვარდა. ნეტავი თუ არის ისეთი ადამიანი, რომელსაც თავის სიცოცხლეში ტყუილი არ ეთქვას. იკითხა სოვდაგარმა. ჩემო მეგობარო, უპასუხა მეცხვარე. მე მყავს ერთი ისეთი მწყემსი, რომელსაც თავის სიცოცხლეში ტყუილი არ უთქვამს და არც იტყვის. სიმართლეს დიდი ძალა აქვს. ამ ჩვენს ცხოვრებას სიმართლის ღერძი ატრიალებს. სიმართლე რომ არ იყოს, ხალხი დაიღუპებოდა. სიმართლე კაცს აპატიოსნებს, ტყუილი ადამიანს ბოროტს ჩაადენინებს. ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, ასია ნათქვამი. ეგ ყველაფერი მართალია, მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ იმ წყემს საერთოდ ტყუილი არ ეთქვას და ან არასოდეს იტყვის. უთხრა სოვდაგარმა. მეცხვარი არ წმუნებდა, სოვდაგარს არ ასჯეროდა. ბოლოს დანაძლევდნენ. თუ ისეთ კაცს იპოვიდნენ, რომ ტყუილი არ ეთქვა და არც იტყოდა, სოვდაგრის ქონება მწყემს უნდა დარჩენოდა და თუ პირიქით ვერ ნახავდნენ ასეთ კაცს, მეცხვარის ცხვარი სოვდაგარს უნდა დარჩენოდა. დასცილდნენ ერთმანეთს და თავიანთ საქმეზე წავიდნენ. მეცხვარეს ცხვარი მთაში ჰყავდა და ასეთი წესი ჰქონდა შემოღებული. კვირაში 1-2 რადიოდა სანახავად და როცა ფარეხში მივიდოდა, წყემს ასე მიმართავდა. გამარჯობა ჩემო მწყემსო. როგორ ახარ? როგორ არის ჩემი ცხვარი და ჩემი ყოჩი? გაგიმარჯოს ჩემო ბატონო. მეც კარგად ვარ, თქვენი ცხვარიც და ყოჩიც კარგად არის. ეტყოდა ხოლმე მწყემს. მოხდენილი და მშვენიერი იყო ფარის წინამძღვარი ყოჩი. დიდრონი დაგრეხილი რქები და ამაყი სიარული, ჭკვიანი თვალები აორკეცებდა მის სილამაზეს. ამიტომაც მეცხვარეს იგი ძალიან უყვარდა. სანაძლეოს დადების შემდეგ კარგა ხანმა გაიარა. ერთ დღეს სოვდაგარმა კარგი საგზალი მოამზადა, ღვინოც ბრომად იყიდა, ორი სხვა მეგობარიც დაპატიჟა და მთაში წავიდა მწყემსის სანახავად. სოვდაგარი მწყემს კარგად იცნობდა, მაგრამ მის ასეთ უმციკლო პატიოსნებაში არ იყო დარწმუნებული. მწყემსმა მეცხვარის მეგობრის მოსვლა რომ გაიგო, დიდად გაუხარდა. პატივსაცემად ცხვარი დაუკლა და კარგადაც გაუმასპინძლდა. სტუმრებმაც თავიანთი ხურჯინებიდან საგზალი ამოალაგეს, ხის ჩრდილში დასხდნენ და ჭამასმა შეუდგნენ. სოვდაგარი მწყემს ღვინოს აძალებდა და ბოლოს დაათრო კიდეც, თვითონ კი ფხიზლები იყვნენ. სოვდაგარმა მწყემსის სიმთვრალით ისარგებლა და უთხრა: თუ შენ ჩვენი პატივისცემა გინდა, ფარაში ის ლამაზი ყოჩი რომ გყავთ, ის დამიკალი. არა, ამას ვერ გავაკეთებ, უპასუხა მწყემსმა. ჩემს პატრონს ის ყოჩი ძალიან უყვარს, მთელ ფარას ურჩევნია, მერე იმას რაღა პასუხი გავცე. შენს პატრონს ასე უთხარი, რომ მგელმა მომტაცა თქო. დაარიგა სოვდაგარმა. წყემსი დიდ უარზე იყო, სოვდაგარი კი არ ეშვებოდა. ბოლოს რომ აღარაფერი გაზდიოდა, ისევ ღვინო დააძალა და უფრო მეტად დაათრო. ისე რომ წყემს აღარაფერი გაეგებოდა და ყოჩი დააკვლევინეს. იმ ღამეს იქ დარჩნენ, დილით ადრე ადგნენ, მწყემს დარიგება მისცეს, პატრონს ასე უთხარი, რომ ყოჩი მგელმა მომტაცაო, გამოეთხოვნენ და გახარებულები ქალაქში წავიდნენ. გამოფხიზლებული მწყემსი მიხვდა თავის შეცდომას და დიდად შეწუხდა. საგონებელში ჩავარდა, თუ რა პასუხი გაეცა მეცხვარისათვის, როცა მოვიდოდა და გამარჯვებას ეთყოდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მინდვრად გავიდა. მიწაში ერთი მაღალი ჯოხი ჩაარჯო. ზედ თავისი ნაბადი წამოასხა, ქუდიც დაახურა და ისე მოიჩვენა, ვითომ ის მწყემსი იყო.
თავისი თავი კი მეცხვარეთ წარმოიდგინა. შორს წავიდა, მერე ისევ მოbrunდა, ჯოხთან მივიდა და უთხრა: გამარჯობა, ჩემო მწყემსო. როგორ ახარ? როგორ არის ჩემი ცხვარი და ჩემი ყოჩი? მე კარგად ვარ, ჩემო ბატონო. ცხვარიც კარგად არის, მაგრამ შენი ყოჩი კი წუხელ მგელმა მომტაცა. ამ ტყუილის თქმით მწყემსი დიდ უხერხულობაში ჩავარდა, შერცხვა. ასე რამდენიმეჯერ გაიმეორა, მაგრამ ვერად და ვერ შეეგუა ტყუილის თქმას და ბოლოს გადაწყვიტა. როცა პატრონი მოვიდოდა, ყველაფერი სიმართლით ეთქვა. ამასობაში მეცხვარეც მოვიდა და მწყემსს უთხრა: გამარჯობა, ჩემო მწყემსო. როგორ ახარ? როგორ არის ჩემი ცხვარი და ჩემი ყოჩი? მე კარგად ვარ. ცხვარიც კარგად არის, მაგრამ შენი საყვარელი ყოჩი აღარ ამყავს. გუშინ საღამოს შენი მეგობარი სოვდაგარი, ორი მეგობრით სტუმრად მეწვივნენ. კარგი პატივი ვეცი, იმათ ღვინით დამათვრეს, შეცდომაში შემიყვანეს. შენი საყვარელი ყოჩი დამაკვლევიდეს და თან დამარიგეს შენთვის ტყუილი მეთქვა, ვითომ ყოჩი მგელმა მომტაცა. ასე შემაცდინეს შენი ჭირიმე. ახლა რაც გინდა ის მიყავი. როგორც გენებოს ისე შემრისხე, რა ვქნა? მე ჩემ სიცოცხლეში ტყუილი არ მithქვამს და ვერც თქვენ მოგახსენეთ. მეცხვარეს მართალია ყოჩის დაკლა ძალიან ეწყინა, მაგრამ უთხრა: ნუ სწუხარ ჩემო ძმაო, მადლობელი ვარ რომ ტყუილი არ მითხარი. მაგ შენი სიმართლით ჩემს თვალში უფრო ამაღლდი და თან მეც სანაძლეო მომაგებინე. დღეიდან ეს ჩემი ცხრის ფარა შენი იყოს. ცხრის ფარა მწყემს ჩაბარა და თვითონ ქალაქისაკენ გაეშურა. მეცხვარი სოვდაგართან მივიდა, მოიკითხა და ასე უთხრა: აკი ამბობდი, ქვეყანაზე არ მოიპოვება ისეთი ადამიანი, რომ ტყუილი არ ეთქვასო. ჩემ ამ მწყემსმა ყველაფერი სიმართლით მიამბო, თუ როგორ დათვერითა და ყოჩი დააკვლევინეთ. მერე დაარიგეთ, თითქოს ყოჩი მგელმა მოიტაცაო. ესეც როა ჩემთან. იმან ტყუილის თქმა ვერ გაბედა, იმიტომ რომ სინდის მასში აწუხა. სიმართლის თქმაზე უკეთესი ცხოვრებაში არაფერი არის. შეიძლება კაცი ღარიბი იყოს, მაგრამ სიმართლის თქმის არ ეშინოდეს. ტყუილს ჩემო კარგო მეგობარო, მოკლე ფეხი აქვს. ტყუილის თქმა ქურდ ბაცაცა და ავაზაკ ხალხსაც სჭირდება. გრძნობით პატიოსან ადამიანს კი სიმართლის თქმა სწორ გზაზე აყენებს და თავის შეცდომებს ასწორებინებს. ახლა შენ ჩემო მეგობარო სანაძლეო წაგებული გაქვს. მე ჩემი ცხვარის სიმართლის თქმისათვის ჩემს მწყემს ჩავაბარე. პირობის თანახმად კი შენი ქონება მე მეკუთვნის. რაღა სიზამდა სოვდაგარი, სანაძლეო წაგებული ჰქონდა. თავისი ქონება მეცხვარის ჩააბარა, მეცხვარე მისი ქონების ნახევარ ისევ სოვდაგარს დაუბრუნა და ცხოვრობდა სიმართლით. სიმართლე მას თქვა: ურმით დავდივარ, მაგრამ ბედაურზე მჯდომ კაცსაც კი დავეწევიო.